ისტორიკოსი შალვა თავაძე ქვეყანაში მიმდინარე ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ დაანონსებულ რეფორმასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ამბობს, რომ რეფორმა აუცილებელი იყო, თუმცა მიდგომები მხარეთა შორის უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება მიიღებს რეფორმას რეფორმისთვის. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ძალზე გააქტიურდა საუბრები და გადაწყვეტილებების მიღება განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეში, რომ აუცილებლობას მოითხოვდა რეფორმის გატარება, რადგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აი 30 წელი გავიდა და როგორც სკოლამ, ისე საუნივერსიტეტო განათლებამ თავისი ფუნქციები დაკარგა. სკოლა კიდევ უფრო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, იმიტომ მან დაკარგა როგორც აკადემიური, ისე აღმზრდელობითი ფუნქცია. აკადემიური ფუნქცია არ არსებობს სკოლისათვის, რადგან არასრულმა სისტემამ რეპეტიტორთა ინსტიტუტი კიდევ უფრო გაზარდა. თუმცა ხან მე-11 მე-12 კლასელები იყვნენ დაკავებული, ამით ახლა უკვე დაწყებითი კლასებიდანაც მოსწავლეები რეპეტიტორთან დადიან და ამაზე მეტი კრიზისული მდგომარეობა რა შეიძლება იყოს. აღმზრდელობაზე არაფერს არ ვსაუბრობ. სიღრმისეულად ეს საკითხი ფართოდ გასაშლელია, მაგრამ დღეს უფრო აქტუალური გახდა ახლა უკანასკნელ დღეებში საუნივერსიტეტო რეფორმა. აქაც აბსოლუტურად მიუღებელი არის, კრიტიკულ ზღვარზეა ჩვენი საუნივერსიტეტო განათლება. მე ვიტყოდი, რომ ის მექანიზმები, რომელიც ამდენხანს იყო, აშკარად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რეალური განათლება მიიღოს ახალგაზრდა უნივერსიტეტებში. განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ჩარისხვის მექანიზმი სუფთა კორუფციული გახდა თავიდან ბოლომდე და თუ ვინმე ამაში ეჭვი ეპარება, მაშინ მე ჩემი არგუმენტი მაქვს ამ შემთხვევაში. საქართველოში დღეს 66 თუ 69 კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტია, ჯერ ეს ციფრი რაზე მეტყველებს. მე დაახლოებით ყოველ წელიწადს სკოლის კურსდამთავრებულთა 80-90% ხდება სტუდენტი. ესე იგი, აქ აკადემიურ მოსწრებაზე არ არის საერთოდ საუბარი და ვისაც შეხება აქვს ამ სფეროსთან, ის დამეთანხმება, რომ საშუალოზე დაბალი განათლების მქონე სტუდენტი, აბიტურიენტი შეიძლება უკვე სტუდენტად მოგვევლინოს მეორე დღეს. აქედან მე ახლა უბრალოდ აი სხვა საგნებს შეურაცხყოფას არ მივაყენებ, ისტორიაზე ვიტყვი. ისტორიაში ელემენტარული განათლებაც კი თუ ექნა, ან წიგნი თუ აქვს, სახელმძღვანელო თუ აქვს გადაშლილი, ასეთ შემთხვევაში ის უკვე ზღვარს გადალახავს. და სხვა ის რომ აი ეროვნულობა გამოცლილი აქვს დღევანდელ უნივერსიტეტებს, წარმოიდგინეთ რომ ჰუმანიტარული ფაკულტეტის გარდა ჰუმანიტარული ფაკულტეტები რა დღეში არიან, ეს სარგე საკითხია, მაგრამ ავიღოთ საბუნებისმეტყველო, ტექნიკური სპეციალისტები, ამ სფეროში დასაქმებული ახალგაზრდები და რას ხედავთ იქ მე-11 მე-12 კლასში მათ ისტორიის გაკვეთილიც არ უნახავთ. არ ესწრებიან და მე უნივერსიტეტში აი პირველ კურსზე თუ რაღაც წაეკითხა ისტორიას დაკავშირებით, ეს რაღაც თუ წაეკითხა, თორე სრულ კურსზე ხო ლაბარაკი ზედმეტია. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რეფორმა აუცილებელი იყო. ეხლა სხვა საკითხია, როგორ მიუდექით ამ რეფორმის ჩატარებას, რომ ამ ფსევდო რეფორმიდან რეალურ რეფორმაზე გადავსულიყავ. მესმის რომ ის რაც სახელმწიფომ დაანონსა, მეც საზოგადოებასაც და მეც გამიჩნდა ბევრი კითხვა ამასთან. როგორც სასკოლო ისე მარტო მაგაერთე სამწუხაროდ მაგაზე გადაერთო საზოგადოება. ხო, მე მხედველობაში მაქვს მთელი საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ხო, ხელისუფლებამ დაანონსა რაღაც პროგრამები ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს ოპოზიციური სპექტრი სხვა გზით უნდა წასულიყო, მას ექნებოდა საშუალება და აქვს საშუალება ამის, რომ თუნდაც ალტერნატიული პროგრამა დაედო რეფორმისა, გამოეტანა ის დაერეგისტრირებინა პარლამენტში მათ ყავს გარკვეული პატარა, მაგრამ მაინც ჯგუფი, რომელსაც შეეძლო ეს პლენარულ სტომაზე გაეტანა, ჯერ კომისიებზე, მერე პლენარულ სტომაზე გაეტანა და საზოგადოება დაინახავდა ამ და იმ ორ რეფორმას შორის, რომელი უკეთესია და როცა ხელისუფლებაში მოსვლა გინდა, მარტო კრიტიკა, რომ რა არ მომწონს, მეც ბევრი რამე არ მომწონს,
მაგრამ თუ ის გზები არ დავსახე, რაც უკეთესი გზისაკენ იქნება მაჩვენებელი, რა აზრი აქვს ასეთ კრიტიკას. ამიტომ ის რაც ხდება დღეს პარლამენტში თუ პარლამენტგარეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი არის და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს რეფორმაც თუ მიდგომა როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე ოპოზიციის მხრიდან არ შეიცვალა, ისეთივე წყალს გავყვება, როგორც ადრე არაერთი გატარებული რეფორმა, როგორც საბჭოთა პერიოდში და მე მოსწრე ვარ ამ რეფორმებისა და ისე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც. დღეს ჩვენ ნახეთ ცრუპენტელა მელია. მე ყველაზე ძალიან მომეწონა ბაჭია, იმიტომ რომ მოხერხებული იყო და მხიარული. მე დღეს მომეწონა დათვი, იმიტომ რომ მათემატიკა არ იცოდა. მე ვასწავლე მიმატება და გამოკლება. მე ყველაზე მეტად მომეწონა ბაჭია, იმიტომ რომ ყველაზე მხიარული იყო. ვერ ვიცი და მხიარულე. ვფიქრობ, პატარებს არასოდეს დაავეწყდებათ, იმიტომ რომ ნახეს ძალიან საინტერესო სპექტაკლი და ვფიქრობ, აქ მიღებული ემოცია და მიღებული შთაბეჭდილება ძალიან დიდხანს გაყვებათ მათ. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა და მოიფიქრა და გაუკეთა საჩუქარი ჩვენს პატარებს და ვისურვო, რომ მსგავსი ღონისძიებები და მსგავსი სახით სასიამოვნო აქტივობები ხშირად ყოფილიყო ჩვენ ქალაქში და პატარებსაც, რა თქმა უნდა, მიეღოთ ეს სიამოვნება და ეს შთაბეჭდილებები და სულიერად გამდიდრებულიყვნენ პატარები. არის რიგითი სპექტაკლი, სახელად სრუპენტელა მელა დაახლოებით 1 წლის წინ დაიდგა, მაგრამ დღეს სურვილის და მიხედვით, მსახიობების სურვილის და მიხედვით დღეს დაიდგა ისევ და რიგითი სპექტაკლი იყო. ამ სპექტაკლებს ვჩუქნით ჩვენს პატარებს. და დღეს იყო პირველი საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები. და მადლობა პედაგოგს, მშობლებს, პატარებს და განსაკუთრებით ჩვენ პატარა მეგობრებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კმაყოფილებით გადიან ამ პატარა დარბაზიდან. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მათი თვალები ამას მეუბნება ყოველთვის, როცა ისინი დარბაზიდან გადიან და მადლობა ამისთვის. პიესა და ზოგადად ყველა პიესა არის ბავშვის ემოციაზე გათვლილი და ეს პიესა არის მე მეგონა თავი მათემატიკის გაკვეთილზე, ასე რომ თუ ვქვათ, ხა, იმიტომ რომ იქ ციფრები ანგარიშობენ, მიმატება არის, გამოკლება არის. გვეხმარება, რა თქმა უნდა. ეს ემოცია ყოველთვის თითოეულ ჩვენთაგანს მსახიობს, ზღაპრის გმირს, რა თქმა უნდა, რომელსაც ჩვენ თამაშობთ, ყველას ეხმარება და მადლობა ისევ ამისთვის. ეს მოყვება თოჯინურ სპექტაკლს, როცა თოჯინების თეატრში სპექტაკლი იდგმება, ემოცია სხვანაირი აქვს და ყველაზე დიდი კრიტიკოსები ბავშვები არიან სპექტაკლის მიმართ. საბავშვო სპექტაკლებით გავიზარდეთ ჩვენც, ვინც აქ ვართ. თოჯინების თეატრის მსახიობებიც და ასევე სახელმწიფო თეატრის მსახიობებიც. აქედან მოდივარ. ამიტომ აქედან იწყება ჩვენი ნაბიჯებიც. ესენი თუ მსახიობები არ იქნებიან, გაიზრდებიან ძალიან კარგი მაყურებლები და ეს ძალიან კარგი იქნება რაიონისთვისაც და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვისაც. სამინისტრომ ბოლო ხანების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქცია ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლი, გამკაცრებულია მმართველობით, რა თქმა უნდა, ზედამხედველობაც და ბუნებრივია, რომ ინტერესით ვაკვირდებით და განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით თითოეულ მონაცემს ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, სამწუხაროდ არაერთი ექიმის მხრიდან გამოვლინდა არასწორი პრაქტიკა, ერთმნიშვნელოვნად რაც ყურადღებას იმსახურებს და მეორეს მხრივ ვფიქრობთ, რომ არსებობს საფუძველი სათანადო პასუხისმგებლობის ზომების გატარებისთვის, ვინაიდან ფაქტია, რომ ადგილი აქვს ძალიან სერიოზულ გადაცდომებს. ამ მიზნით ჩვენს მიერ ერთ-ერთი მიმართულება, რასაც განვიხილავთ, ეს იყო პროფესიული პასუხისმგებლობის განსაზღვრა და ამ მიზნით საკითხი განხილული იქნა პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონკრეტული ზომების გატარებასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს რიგი ექიმებისთვის სამედიცინო საქმიანობის შეჩერებას გარკვეული პერიოდით, ერთ შემთხვევაში ვფიქრობთ საერთოდ გაუქმებას ასეთი უფლებამოსილებისა
და იმავდროულად გვაქვს ასევე გაფრთხილებაც გათვალისწინებული. ნამდვილად საფიქრებელია ისიც, რომ არის რიგი გადაცნობებისა, რომელსაც შეიძლება უკავშირდებოდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი და ამ თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ შესაბამისი მასალები გაეგზავნოს საგამოძიებო სტრუქტურებს იმისთვის, რომ მიეცეს ამას ყველაფერი სათანადო კვალიფიკაცია და დადგინდეს თუ ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში დანაშაულს, ბუნებრივია, რომ ამას სჭირდება სათანადო რეაგირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე, რომლის არასწორ მოხმარებას, ჭარბად მოხმარებას ძალიან სერიოზული მავნე შედეგების მოტანა შეუძლია მოქალაქეებისთვის, ვისაც ეს შეიძლება აწუხებდეს, აქედან გამომდინარე ჩვენთვის ბუნებრივია, რომ ეს არის განსაკუთრებული ინტერესის საგანი. აქვე მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო და ვთქვა, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად გაგრძელდება თვალყურის დევნება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე და ბუნებრივია, რომ უნდა გამოვიყენოს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მოუწოდო ყველა ექიმს ამ სფეროსთან დაკავშირებულ თითოეულ ადამიანს, რომ გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, განსაკუთრებული გულისხმიერება ამ მიმართულებით და პროფესიული მოვალეობები შეასრულონ ისე, როგორც ამას მოითხოვს მათგან მოქმედი კანონმდებლობის ნორმები. გამოვლინდა დარღვევა რამოდენიმე ექიმის მიმართ, რომელთაც შეუჩერდათ თავიანთი საქმიანობა, ანუ ის სერტიფიკატი, რომელიც მას უფლებას ანიჭებდა, რომ საექიმო საქმიანობა განეხორციელებია. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, როდესაც ექიმი აკეთებს იმ ქმედებას, რომელიც პაციენტის საზიანოდ არის მიმართული. ფსიქოტროპული პრეპარატები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ კონტროლის პრეპარატებია, აქედან გამომდინარე, აქაც შესაბამისი გადახრის პირობებში მოხდა იმ ექიმების იდენტიფიკაცია და ჩატარდა პროფილაქტიკური ღონისძიებები, რაც იმით ვიტოვებთ, რომ შემდგომისთვის მსგავსი ფაქტები